სეზონში ხდება ამაზე მეკითხება. ხო, რავი, ხა ვნახე, ხო. შიგა აქვს მეგონი მაგას. ანუ შიგა აქვს ბავშვია და ხო, ნამეტანი ადრე მოუვიდა წარმატება რა. რაღაცა გამოძიება შევა დაიწყოსო ესპანეთშიო, იმიტომ რომ ჯუჯები როგორ უნდა თქვა პოლიტიკურად არ ვიცი. პატარა ადამიანები თუ რა უნდა თქვა, რა? ანმორჩილი კობახაა შეჩემა. იმაში როა შეჩემა Wolf of Wall Street-ში რო არის თავზე რო რაღაცაზე რო ისვრიან ისაში რაღაც ეკეთებს აკეთებდა მე მგონი მე რაღაც ხალი წერდა რომ იმის რაღაც ხო 20000 დავაზონე ოღონ არ მეუნეონე რა უნდა მექნაო ქერახალებს ეძებდნო დიდი მკერდით ქერახალებს ეძებდნენ დიდი მკერდით ალბათ ფილოსოფიაზე სალაპარაკოთ იცოდი 18-ის გახდა და არაჩი გადაიწყო საყვარელი ფილოსოფოსი და რატომ ჰეგელიო ნუ მაგაზე ყავდათ ალბათ მაგიტო იწოდნენ ქერა დიდუძვებიან ქალებს. ეს პირველი შემთხვევაა რაღაც თუ კიდე ჰონდა რაღაც. არა, 17-ს რო გახდა. რა ვიცი მე შეჩემ. დაბადების დღეს ყორო კონტროლებს. ხო, რაღაცა იყო. სიმართლე რო გაინტერესებს, თუ გაინტერესებს. ყლეზეც ვყიდია. სიმართლეს ლაი თუ ძალიან არა, რაღაცა პრობლემები რო შეექმნას თქვა სიტყვაზე. რამ შემოყლეს? ბარსელონას ფოკუსი სულწლოვანია უკვე. თავის ცხოვრებას თვითონ აპასუხისგებელი და ისეთ ყლეობას თუ გააკეთებს რო ადეკვატურ სახელმწიფოში, სადაც კანონობს და ყველაფერი თუ დამნაშავე ხარ დაისჯები და თუ არ ხარ დამნაშავე არ დაისჯები. აი მაგ სახელმწიფოში თუ ტიპი დასაჯეს რაღაცა იმის გამო ყალეობა გააკეთა უკვე სრულწლოვანმა ტიპმა. აი გამჩემყლეს ესე იგი ღირსი იყო. აუღო ეხა იამალის ზღვა გავხდები შეჩემ გამოვეკიდები ხა და დავიცავ იმას რა ქვია მილიონერს მართალია ძალიან მევასება, მაგრამ ხა დებილი თუა და იდიოტი თუა და ყლეობებს თუ აკეთებს რა დებილი იდიოტი არა ყლე ანუ ყლე არ უნდა იყო. ხო ეგეთი თუა ტიპი ეხა ამ ჩემყლეს ეხა რა უყო. ვერ გამოვეკიდები და ვერ დავიცავ ეგეთ ადამიანს ნავდა. ვა მაგრამ თუ ეხლა საბოლოო ჯამში ვიღაცა ტიპი მოიყვანა გამშრომლობა ტანდაბალი იყო თუ თან მაღალი და უთხრეს რომ აი ფულს მოგცემთ და შენ ყლეობა გააკეთეო და იმაგ აი ბაზარი არ არისო მაშინ ას უტრაკებენ შეჩემ აი გასაგები რომ მე და შენ არ გავაკეთებთ მაგას იმიტომ რომ ყლეობა გოიმობა შეიძლება ცუდია მაგრამ ეხლა მონდა ტიპს და გააკეთა ის ტიპი დათანხმდა და ეხლა ორმა სრულწლოვანმა ადამიანმა თუ რაღაცა კონტრაქტი გააფორმა სიტყვაზე სიტყვიერი კონტრაქტი ამ შემთხვევაში ან ისე და ის დათანხმდა რაღაც გაკეთებას და ძალით არ გაუკეთე არ დაუძალებია არავის იმათ თავისნებით გააკეთა კი შეიძლება თქვა რომ ყლეობა გააკეთაო მაგრამ კანონი თუ არ დაურღვევია ტიპს ეშვი რა დეგენერატია მაგრამ და მისაბაძი ტიპი ხარ ფეხბურთელი რო ხარ ბევრი თვალე გიყურებს ტიპი როგორ შეიძლება მისაბაძი იყოს შეჩემა როგორ შეიძლება 18 წლის რა უბედური ცხოვრება უნდა ქონდეს 18 წლის ტიპის რო ბაძავდეს ვიღაცა ბავშვის 10 წლის ბავშვის ხო არის ანუ რომ აი ფეხბურთელი ხარ და მაგას მართალია ჩემ მისაბაძი ხო მაგრამ ნახე 10 წლის ბავშვი ამას ვერ უნდა იგებდეს ამ ყლეობას 10 წლის ბავშვი უნდა უყურებდეს მოედანზე უნდა იყოს ეს ტიპი სამაგალითო რა იახტაზე დიდუძვებიან ქალთან ერთად დარბოდა თუ არა ეგ 10 წლის ბავშვმა არ უნდა გაიგოს და ვერ უნდა გაიგოს დატო ეგრე ხდება ეხლა რომ ადამიანები ვინც გევასება რა ხო და ნახე იმ 10 წლის ბავშვისთვის მისაბაძი მაგალითი რო არის იამალი და გაიგვა 10 წლის ბავშვმა რომ იამალი ჯუჯებს დაარბენინებდა რაღაცებს უყლეობას უკეთებდა ან დიდუძვებიან ქალებს დაასდევდა და რომ დაინახავს 10 წლის ბავშვი რომ ყველა გარშემო ამ ტიპს აჯვამს და ამბობს რომ ყლეა მაგას თუ აკეთებდაო ის 10 წლის ბავშვიც მიხვდება რომ თურმე ცუდია თუ ისედაც ვერ მიხვდა მე მგონი 10 წლის ბავშვი შეიძლება ისე აღაზარდო მშობელმა რომ რაღაცებზე მიხვდეს რომ ყლეობა ხო რავი 10 წელს რო იყავი რაღაცებზე ხო ხდებოდი რომ შეიძლება რაღაცებზე ვერ მიხვდრილიყავი მაგრამ რაღაცებს ხო ხდებოდი რაღაცებს შევ ვერ მიხვდრილიყავი ბაზარი არა და ვიღაც უნდა ეთქვა რომ აი გიო ეს ცუდია და მაგ ყოველთვის სჭირდება დასრული ტიპი მაგრამ რაღაცებს ხდები ახლა რა ჩემ მეზობლები შეჩემა რო გავიგებდი რომ ვიღაცამ კატა გაატყავა 8 წლის რო ვიყავი ვიცოდი რომ ყლეობა გააკეთა იმ ტიპმა რა და იმ ტიპთან არ მეგობრობდი რომ გავიგებდი რომ კატა ყავდა გატყავებული შეჩემა და ჩემ ბავშვობაში ხდებოდა ეგეთ რაღაცები ზაღლსაც უპატრონო ზაღლები უყალავ შეჩემა იმაში თბილისში თან კი არა სოფელში სადაც შეიძლება იარაღია ყველას და მოკლან ვიღაცა ზაღლი იმიტომ რომ კატამი შეუჭამა არა პროსტა ესე არაფრის დანაშავე უპატრონო ზაღლი ლეკვები გაუტყავებიათ საბურთალოზე თან კი არა რადგან გერხდებოდა ორი კაცი რო ცხოვრობს საბურთალოზე რა კორპუსებში მე даже არ მოყვები ვის მაგრამ დიალოგი აქვს ეგეთი მოყოლილი ჩემ ერთ მეგობარს სხვა მეგობრისთვის აქვს მოყოლილი მაგრამ იმისგან ვიცი ეს რა სადაც ვიყავიო შე მოყოლილიც მაგამ გადაცემაში მე მოყოლილი სადაც ვიყავიო ტიპი გაიჩითაო რა და სვამდითო ლაპარაკობდითო და თან ამ ტიპს ვიც ყვება ამ ისტორიას ვიღაცები იცნობთ ვერა დარწმუნებული ვარ ვიღაცები არ მაინც არ ვიტყვი ხარ თვითონ არც არ ვაშავებს ამ ისტორიაში მაგრამ ისე რა მაინც და
და ტიპ მოვიდა და ვიჯექეთო სვავდითო და უცებ რომ დაუძმაკაცდები ხო იცი ძალიან რაღაც ისეთ რო გაიჩნდება რომ ბევრი საერთო და რაღაცა და კაი ის გახსოვს აბა ეს გახსოვს და ბავშვობაზე ჩამოვარდა ვაზაი რა საუბნელ უბედურ 90-იანებზე და ის გახსოვს აბა ბიჭო შუქი რო არისო აბა ესა აბა ამას რო ვაკეთებ და აბა იმას რო ვაკეთებ და მაშინ ამ ლაპარაკში აბა ის იმ ტიპმა უცებ აბა ბიჭო ცხოველებს რო ვად ლეკოს ვატყავებდითო და ამაზე ეს გამოყალევდა იმიტომ აქ დაასტოპა რომ აიცა მე ეგეთ რაღაცებს არ ვაკეთებდიო ანუ ის ტიპი ძალიან რო შევამხანაგდა შუქი რო არის ამას შევედი იმას შევედი ცხოველებს ლეკოს ვატყავებდითო და ეს გამოყლევდა რა ლეკოს ვატყავებდითო შიქო არა გაკოშენო და შენი კრუველა დედა მოვტყანო მე ვიცნობდი რა ესე არ მეგობრობდი და ურთიერთობა არ მქონდა მაგ ადამიანთან მაგრამ დოლიძეზე უბანში გამიგია ტიპებზე რომ ეგეთი რაღაცები გაკეთებული აქვთ ლეკვი გაუტყავებია ჩემ და კატა. რავი. და ხალხი შეიძლება ახლა რაღაცა თანამდებობაზე ან რაღაც საკეთებს რა, სამსახურია ყავებს. რაღაცა საკეთებს შეიძლება რა. და იმას აქში არ იყო რომ არ ცოდნოდა ხო ხვდები? აი 2 წლის ბავშვს რო ცხოველი მიუგდო პატარა და იმან რაღაცა უკნას ამ ცხოველს შეიძლება რა, იმიტომ რომ ეს ვერ ხვდება რასაკეთებს, არ იცის. 8 წლის ტიპმა ეგ არ უნდა გააკეთო. ესე იგი მშობელი ყავს ყლე. ვერ გაგზარდა ესე იგი მშობელმა თუ ვერ გასწავლა 8 წლის ასაკამდე ვერ მიგიყვანა იმიტომ იმ 8 წლის ბავშვის ბრალიც არ არის მშობლის ბრალია მშობელი ვიღაც ვაფშე არ ყავს ხოლმე ესეც არა ვიღაცას უარ ყავს ეხლა იქ არის მაგრამ ამ ტიპებს ყავდა მშობლები და ვერ ასწავლეს 8 წლის 9 წლის ბავშვს რომ ძაღლი არ უნდა გაატყავო ლეკვი კატა არ უნდა დაიჭარო არ უნდა მოკლა და არ უნდა გაატყავო არ უნდა ჩააგდო ცეცხლში და ეგეთ რაღაცები არ უნდა მოკლა ეგ არის მშობლების ბრალი კნო შემდეგი დონაცია გადავიდეთ ხო შესაბამისად რას ვამბობდით ხო სატრანსფერო ამბებზე იამალზეც ვიღაცა რო გაიგებს 10 წლის ბავშვი უნდა რა ვიღაცამ ან აუხსნას და უთხრას აი ეს ნახე ცუდია არ გააკეთო ეს ან თვითონაც უნდა ხდებოდეს ზიდანს ადანაშაულებდნენ ბიჭო როგორ დაარტყავა მატერიალსო ფინალში ბავშვები უყურებენო და რას იფიქრებენო ეს სამაგალითო უნდა იყოს ბიჭო რაღაცაში არის მან სიმართლის მარცვალი არის მაგაში კი მოედანზე უფრო მეტად შეიძლება ადამიანი იკავებდეს თავს ვიდრე მოედანს მიღმა რა იმიტომ რომ მოედანს მიღმა ისტორიები ისეთი ფართო არაა და ისეთ ცნობილი შეიძლება არ გახდეს რა ეხა იამალის ეს დიდუძვებიანი ქალებს ამბავი შეიძლება გაიგოს რამდენიმე პატარა ადამიანი ბავშვმა რა პატარა ადამიანი იმას ყავდა ბავშვმა მაგრამ მოედანზე რასაკეთებს ეგ ჩანს და რჩება ისტორიაზე და მე კადრებად შეიძლება დაიჭრას და YouTube-ზე იდოს სამუდამოდ შეჭრას სანამ YouTube არსებობს და ეგ უფრო ცუდია მოკლედ კაი სამაგალითოობის ამარდას თამაშ თუ